არსებობდა კიდევ აი ადათობრივი კანონების და ტრადიციების მიმართ განსაკუთრებულად სათუთი დამოკიდებულება შუა საუკუნეებში, რაც ვლინდება რაში, აი რაინდული სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი იყო, რომ მე მაქვს მიცემული სიტყვა და მას ვერ გავტეხი. აი სიტყვის გატეხა შუა საუკუნეებში არის წარმოუდგენელი ამბავი და აქ რელიგია წერევა თავისთავად და ერევა რაღაცა ზუსტად რაინდული კოდექსის ელემენტების. აი ხა მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, დემეტრე პირველთან არის თუ ნიკას უკეთესად ემახსოვრება, არზრუმის ემირი დაატყვევეს ქართველებმა, ესენი იყვნენ სალთუკიანები, თურქები, სალთუკიანთა დინასტია იყო, რომელიც აი დავით აღმაშენებლის პერიოდიდან მოყოლებული მუდმივად ანტიქართული კოალიციების წევრია. და ამ ემირის დატყვევების შემდეგ დემეტრე პირველმა დაადებინაო მას პირობა, რომ მისი მემკვიდრეების წინააღმდეგ აღარ იომებდა. და სალთუკი ბრუნდება სახლში, ხო შეუძლია სახლში დაბრუნებულმა მე რაც უნდა ის გააკეთოს, ხო? მაგრამ ამას არ აკეთებს და ასრულებს იმ პირობას. ნახეთ, თან რას აქვს აქ მნიშვნელობა, რომ ეს ქრისტიანია და ის მუსლიმი. ანუ აქ რაღაცა რელიგიურ ბიბლიაზე ვერ დააფიცებდა, ხო, მან? კაცობაზე. ანუ მან თავისი რაღაცა რაინდული ღირსება. ისევ საქართველოს ისტორიიდან სავარაუდოდ რაც ლიპარიტ ბაღვაშმა და სელჩუკებთან მიმართებაში, ხო? გაათავისუფლეს და პირობა აქვს დადებული, რომ შენ თურქების წინააღმდეგ აღარ იმებ და სავარაუდოდ ეგ არის, რომ თურქებიც, ანუ აი საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოდიან, ანუ ჩვენ საზღვართან გადიან იგივე და ლიპარიტის ტერიტორიებზე არ შედიან, ანუ ამ სიტყვას რაღაც დონეზე ასრულებს. ორივე მხარე ასრულებს.